ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის აღსანიშნავად დედაქალაქში ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად სამგორის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ტაძრის ეზოში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ამავე ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს თეატრალური წარმოდგენა სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. ღონისძიება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს და 13 ასურელი მამის ხსენებას მიეძღვნა. თეატრალურ წარმოდგენაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან ერთად უფროსი თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ნომრებიც. შემოქმედებით საღამოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ისე არხოზაშვილი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი ზაქარია ინატაშვილი, საკვირაო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ სამგორის წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ტაძართან საკვირაო სკოლა 2013 წელს დაარსდა. ზოგადად ძალიან გვახარებს საკვირაო სკოლებში ესეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელოვნების ენით ჩვენს მოზარდებში და ჩვენს ახალგაზრდებში თესავენ იმ მნიშვნელოვან მარცვალს სიკეთისა, ღვთისმსახურებისა, მოყვასის მსახურებისა და აღვივებენ პატრიოტულ და სარწმუნოებრივ სულისკვეთებას. საერთოდ უწმინდესის გზა, რომელიც მან გაიარა, ყოველთვის იყო დაკავშირებული მრავალმხრივ, ესე იგი, განვითარებას და მრავალმხრივ, ესე იგი, ხიდებზე, რომელიც იდებოდა ხელოვნების ყველა დარგთან. ვინაიდან ერთია ლიტურგიული ენა, რომელიც ყველაზე უპირატესია, ერთია მსახურება, რომელზეც ჩვენ ყველა ვერთიანდებით და ქრისტესთან თანაზიარები ვხდებით. თუმცა მეორეა კიდევ ეს კულტურის, ხელოვნების ენა, რომელსაც ზუსტად საკვირაო სკოლებში დღეს ვხედავთ უკვე კარგად წარმოჩინებულს. მადლობა მინდა უთხრა მამაოს, ორგანიზატორებს, ყველა ბავშვს, რომელიც ამ ღონისძიებაში დიდი სიხარულით იყო ჩართული და ფაქტობრივად გადავინაცვლეთ იმ საქართველოში, რომელიც საქართველოც არ გადაშენდება. როგორც მამული ენა და სარწმუნოება, ისე ჩვენ ვეხებით ჩვენს იმ სიმებს, შინაგანს, რითიც ცოცხლობს ადამიანი. ეს არის ოჯახი, ეს არის სამშობლო და ეს არის სარწმუნოება. და ღმერთმა სარწმუნოებაში გაგვაძლიეროს, ოჯახი დიდხანს გვიცოცხლოს და სიწმინდე არ მოკლებოდეს და პატივისცემა მშობლებისადმი. ოჯახი თუ ძლიერია, იქ მშობლების გარეშე არაფერი არ იქნება. მშობლების პატივისცემით იქმნება კარგი, ძვირფასი და მტკიცე ოჯახი. დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ ლიტერატურული პერფორმანსი არის ასეთი ქვეყანა, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის, მშობლის პატივისცემის დღეს, ასევე ეძღვნება 13 ასურელი მამის ხსენების დღეს, რომლის ხატიც დაიწერა ჩვენს ტაძარში. ღონისძიების შინარსი იყო ოჯახი, ის ღირებულებები, რაც ჩვენ დედაეკლესიისთვისა, ჩვენი დედაეკლესიის არის მნიშვნელოვანი და ღირებული. ამ ღონისძიებით მე პირადად ძალიან დიდი ემოცია მივიღე, ძალიან გამიხარდა, რომ ესეთი კარგი როლი მქონდა. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მოზღვარს, მამა ისეს და ნესტან მასწავლებელს, ასევე ნინო მასწავლებელსაც. ვიყავი მე დროშე, რომელიც სიკვდილის დროსაც კი არ აგდებდა თავის დროშას.